გამარჯობა. გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით. ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას. თემით კანის კიბო. კანის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების ერთ-ერთი გავრცელებული ნაირსახეობაა. მის წილად მოდის ავთვისებიანი სიმსივნეების 5%. დაავადებათა თანაბრად არის გავრცელებული ორივე სქესში. უპირატესად 50 წლის შემდეგ გვხვდება და ჩვეულებრივ სხეულის ღია უბნებზე ვითარდება. ყველაზე ხშირად ლოკალიზდება სახეზე, ცხვირის ზურგი და გვერდები, თვალის კუთხეები, შუბლი და იღლიის მიდამოში. შედარებით იშვიათად აზიანებს ტერპს, მუხლს ან მტევანს. თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 21-დან 27 მაისამდე ევრომელანომა 2012 კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია გაიმართება. კანის საეჭვო წარმონაქმნების გამოვლენის მიზნით დერმატოლოგები მოსახლეობის უფასო გასინჯვებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით უფასო საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება. კანის კიბოს პრევენციის პენევროპული კომპანიის მიზანია საზოგადოებას პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს დღეს ექიმის საათი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და უპასუხეთ ინტერაქტივის შეკითხვას. იცით თუ არა, როგორ გაირუჯოთ უსაფრთხოდ. ჩვენი გადაცემის სტუმრები პროფესორი რაიბულ თოდუა, მოგესალმებით და მედიცინის დოქტორი მაია დათუაშვილი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და სწორედ დღეიდან 21 მაისიდან დაიწყო ევრომელანომა 2012 კანის კიბოს საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია. რას გულისხმობს, რა ღონისძიებები ტარდება? პირველ რიგში ევრომელანომა 2012 გულისხმობს პაციენტების უფასო გასინჯვას. ექიმები ამ საქმეში ჩართული არიან აბსოლუტურად ნებაყოფლობით და უანგაროდ. გაგრძელდება ეს ღონისძიება ერთი კვირის განმავლობაში, ესე იგი 21-დან 27 მაისის ჩათვლით და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს კანზე რაიმე საეჭვო წარმონაქმნი, მრავლობითი ხალი, თხოვთ რომ დარეკონ კონკრეტულ ტელეფონებზე, რომელსაც ალბათ თქვენ მოგვიანებით გამოაცხადებთ. დაინიშნებათ მათ ვიზიტი დერმატოლოგთან, საჭიროების შემთხვევაში კი გაიგზავნებიან უკვე ონკოდერმატოლოგთან. ტელეფონის ნომერი თქვენ თვითონ შეგიძლიათ ახლავე გამოაცხადოთ თუ გვაქვს ამის ტელეფონის ნომერი თბილისის ნომერი არის 235417, მობილური 570 704 577. 11-დან 16 საათამდე თუ შეიძლება რომ დარეკონ. დროც გასაზღვრული რომ ამ დროს მოხდეს ჩაწერა. სანამ ბატონ რაიბულთან გადავალ შეკითხოთ, მანამდე მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში. გისმენთ. ალო. გამარჯობა. გირეთვალე, ერთ შეკითხვა მაქვს. გისმენთ. მეუღლეს ყოველდღიურად მატულობს ხალები მთელ სხეულზე. ადრე ქონდა მატო ერთი ხალი ზურგის არეში. ეხლა კიდე დღითი დღე ყოველდღე მატულობს ეს ხალების რაოდენობა. თითქმის მთელ სხეულზე. კითხვა გაქვთ რამე? ასაკი გაინტერესებთ რამე თუ შეიძლება? კი, ასაკი გაინტერესებს. ასაკი აინტერესებს. ასაკი 66 წლის. ასაკებია. მადლობთ. თქვენ უპასუხებთ თუ? ბატონ რაიბულ, თქვენ თუ შეიძლება გაეცით პასუხი? აი, პატრიცემულის შეკითხვას მინდა უპასუხო, რომ ხალები ძირითადად არსებობს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. და მათი განვითარება, უკუგანვითარება, მომატება, საერთოდ ალაგება სხეულიდან დამოკიდებული არის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ თუ პათოლოგიურ პროცესებთან. როდესაც 50 წელს მენოპაუზის შემდგომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს და უხდებათ ხოლმე სხეულზე სხვადასხვა წარმონაქმნების წარმოქმნა, მომატება, მისი ფორმის შეცვლა და სხვადასხვა მიდამოებში მეტნაკლები ინტენსიურობით გამოსვლა, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფრო დაკავშირებული არის მდედრობითი ასაკის ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა გორმონალურ ცვლილებებთან. განსაკუთრებით აგრეთვე მნიშვნელობა აქვს
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობის განვითარებას. ქრონიკული პროცესები, როგორც ქრონიკული ხოლეცისტიტი, ნაღლის ბუშტის ანთება, გასტრიტი, კუჭის ლორწოვანის ქრონიკული ანთება, კოლიტი, ენტეროკოლიტის დაძლევების დაავადება ხელს უწყობს კანზე სხვადასხვა პიგმენტური წარმონაქმნების მომრავლებასა და მათ პროგრესიულ. და თავისთავად ალბათ იგივე გარემო ფაქტორები კიდე თავისთავად იგულისხმება, რა თქმა უნდა, მიმდინარე სხვადასხვა გარე ეგზოგენური ფაქტორების მომატება და აქედან გამომდინარე საჭირო არის რომ ქალბატონმა რომლის მეუღლეც ახლა ჩვენ შეკითხვით მოგმართავდა მიაქციოს მისული იყოს დერმატოლოგთან და თუ საჭირო იქნება ონკოდერმატოლოგთან. მით უმეტეს, როდესაც ახლა ეძლევა შანსი უფასოდ გამოიკვლიონ ერთი კვირის მანძილზე. გასაგებია და ბატონო რაიბულ, კანის დაავადებების მდგომარეობა საერთოდ მოცემულ ეტაპზე რა მდგომარეობა გვაქვს? კანის დაავადებები მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში მეტნაკლებად პროგრესირებს და მატულობს ზომაში. ეს განსაკუთრებით დამოკიდებული არის გარემო ეგზოგენური და იონოსფეროში მიმდინარე სხვადასხვა გამოსხივებების დედამიწაზე შემოჭრასთან დაკავშირებით. ალბათ იმასთან, რაც თუნდაც ჩვენი ინტერაქტივი რო არიციან უსაფრთხოდ გარუჯვის წესები. რაც თავარი არის, როგორ მოიქცნენ ღია მზეზე, რა დროს გაირუჯონ, რა დროს უნდა თავი შეიკავონ და რა დროს უნდა მიიღონ ზღვისა და მზის აბაზანები. გასაგებია, თუმცა ამას ჩვენ ყველაფერს ეხლა არ მივცემთ ესეთ ერთგვარ შპარგალკას ჩვენ მაყურებელს. მოусმინოთ მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? 8 წლის ბავშვს მეჭეჭებივით წარმონაქმნი აქვს ხალები და საჭიროებს თუ არა გამოკვლევა? მადლობთ. 8 წლის ბავშვი. 8 წლის ბავშვს სავარაუდოდ მოყავს, რომ მეჭეჭისებრი გამონაყარი იქნება ბრტყელი მეჭეჭი, ასე დათვალიერების გარეშე. სავარაუდოდ ასეთი დიაგნოზი იქნება და რასაკვირველია, დერმატოლოგთან უნდა მივიდნენ, მიაკითხონ ექიმს და მოხდება მისი მოშორება. გასაგებია, სანამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, მანამდე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ჯაჯანიძემ მოგვაწოდა, ერთად ვნახოთ. Banana, banana holiday. Banana, banana holiday. ბანანი წიფე როცა არის და იჭორფლება, მაშინ უფრო ტკბილი არის. ის რაც ერთ შემთხვევაში ხილს გემრიელს ხდის, სხვა დროს შესაძლოა საკმაოდ მავნებელი აღმოჩნდეს. ხალი, რომელიც კანზე ცვლილებებს განიცდის, ხშირად კიბოს მიზეზი ხდება. კერძოდ მაგალითად მელანომა, ეს წარმოადგენს პიგმენტურ უჯრედოვან ავთვისებიან სიმსივნეს, როდესაც ხალი მაგალითად განიცდის ცვალებადობას, იცვლის ფერს, ზომას, ხდება მისი საზღვრები არამკვეთრი, როდესაც ხდება წამოზრდილი კანიდან. ეს გახლავთ ის ნიშნები, რომელსაც პაციენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება. შესაძლებელია მელანომა გაჩნდეს ხალის გადაგვარების შედეგად და მინდა გითხრათ, რომ 50%-ზე მეტ შემთხვევაში ის ჩნდება შეუცვლელ კანზე, ანუ ხალიდან არ წარმოიქმნება. ძირითადად დაავადება 40 წლის ასაკის ზემოთ გვხვდება, ახალგაზრდებში ძალიან იშვიათია. კანის კიბოს ადრეულ სტადიაში გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ეს ფორმა ყველაზე ადვილად შეცნობის საშუალებას იძლევა. რა არის განსაკუთრებული კანის სიმსივნეში? ის, რომ მისი დანახვა არის შესაძლებელი. არ ჭირდება განსაკუთრებული რაიმე დამატებითი კვლევა, ერთადერთი არსებობს დერმატოსკოპი, ეს არის ძალიან მარტივი, რაც მე ამ წუთას მიჭირავს, ამის შემდეგ კიდე ძალიან ბევრი ახალი თაობის გამოვიდა, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ პიგმენტური წარმონაქმნები კანზე 10 ჯერ გავადიდოთ და დავინახოთ თვალით, როგორ არის იქ პიგმენტი განლაგებული, ანუ შევიტანოთ ეჭვი პრე-კანცერის სტადიაზეც. გავიგე, რომ ახალი გამოსული ხალი არის საშიში და მოვიდი გამომეკლია, რა მიმჭირდა თუ არა. გამოვიკვლიე და არაფერი არ მჭირს. ჯანმრთელია თავის სრულიად. ხელოვნური დასხივება, ულტრაისფერი სხივები და სხვა გარემოებები კანის კიბოს იწვევს.
ავთვისებიანი სიმსივნეების ყველაზე გავრცელებული ეს ფორმა ადრეულ სტადიაში ბოლომდე განკურნებადია. კანის კიბოს მკურნალობაში ერთ-ერთი წამყვანი არის ქირურგიული მკურნალობა, სხვა მკურნალობებთან ერთად, თქვათ, არის ხეუროთერაპია და არის კრიოდესტრუქცია. მაგრამ წამყვანი ადგილი მაინც უჭირავს ქირურგიულ მკურნალობას. არსებული წარმონაქმნის ამოკვეთა ხდება საკმაოდ ჯანმრთელი ქსოვილების ფარგლებში. და ამის შემდგომ თუ არ არის თქვა დაგვიანებული სტადია, პაციენტი რჩება დაკვირვების ქვეშ. დაკვირვება და პროფილაქტიკა მოიცავს პირველი წლის განმავლობაში 3 თვეში ერთხელ კონტროლზე მისვლას ექიმთან, მეორე მესამე წლის განმავლობაში 6 თვეში ერთხელ, ხოლო მეოთხე მეხუთე წლის განმავლობაში წელიწადში ერთხელ. თუ ამ 5 წლის განმავლობაში არ არსებობს რეციდივი, ანუ წარმონაქმნის განმეორება, 5 წლის შემდეგ პრაქტიკულად პაციენტი აღრიცხვიდან იხსნება. ნამზეული ეს სიტყვა 21 საუკუნეში თითქმის წარსულს ჩაბარდა. კანზე ხელოვნურად შექმნილი ფერით ადამიანების სილამაზესთან ერთად ასევე ხელოვნურად პრობლემებსაც იქმნიან. საინტერესო სიუჟეტი გქონდა დამეთანხმებით. საინტერესო იყო კიდევ ეს ფაქტი. კანის კიბო მელანომა არის ერთ-ერთი ავთვისებიანი, როგორც ვიცით, და რატომ მაინც და მაინც მელანომა, აი ევრომელანომასთან დაკავშირებით ესეთი სახელი და რატომ ხალი, ბანანი, უფრო სწორად, აი ესეთი ლოგო. კანის კიბოს შორის რამდენიმე დაავადება არის კანის კიბო, ყველაზე ავთვისებიანი და აგრესიული არის სწორედ მელანომა და ალბათ სწორედ ამ ასოციაციას, რომელიც 1999 წელს ბელგიაში ჩამოყალიბდა, ევრომელანომა, იმიტომ ეწოდა. პანევროპული კამპანია არის, ნელ-ნელა გავრცელდა ბელგიიდან სხვა ევროპულ ქვეყნებში და წელს შემოვიდა საქართველოში. ბანანი წლევანდელი კამპანიის ლოგო არის და ალბათ წინა წელს უბრალოდ კანი იყო, ზურგი იყო ნაჩვენები და გადავარჩინოთ ჩვენი კანი, ასეთი ლოზუნგი ჰქონდათ. წლევანდელი კამპანიის ლოგოა ბანანი, დამეთანხმებით რომ ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრაციაა იმისი, თუ რამდენად მრავალფეროვანი გამონაყარი ლაქის სახით თუ რაღაც წარმონაქმნის სახით შეიძლება დავინახოთ კანზე და ეს ლაქები ბანანზე შეიძლება გვაძლევდეს ნებისმიერი, ესე იგი, კეთილთვისებიანი სიმსივნიდან დაწყებული მელანომით დამთავრებული გამონაყარისთვის დამახასიათებელ იმიტაციას. და ლოზუნგი ამ კამპანიის წლევანდელი არის ნუ შეხედავ დაკვირვების გარეშე. წელს განსაკუთრებული ყურადღება უკვე ენიჭება ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში, გარდა იმისა, რომ უფასო გასინჯვები ჩატარდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც ყველაზე მეტი პაციენტი მიდის, იგივე თერაპევტთან, ფიზიოთერაპევტთან, თუნდაც ქირურგთან, რომელთაც სხვა მიზეზის და გამო მიაკითხეს და ისინი კი გასინჯვის პერიოდში უნდათ არ უნდათ ათვალიერებენ კანს, რომ თვითონ ექიმებსაც მიმართავთ, რომ ნუ შეხედავენ თავიანთი პაციენტების კანზე არსებულ ლაქებს დაკვირვების გარეშე. და ზედაპირულად. თუმცა სიუჟეტიდანაც თქვენმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ საკმაოდ ადვილი არის ვიზუალურად აღმოაჩინო რამე გადახრა ნორმისგან. მაშინ რატომ ხდება ეს შორსწასული პროცესები, თუ ეს თავიდანვე ჩანს, რატომ არ ხერხდება თავიდანვე ამის აღკვეცა და მკურნალობა? ეს ალბათ ადამიანის ხასიათში ჩადებული ოდითგანვე ესეთი ფაქტორია, როცა არც კივათ ხოლმე, ყურადღებას არ აქცევენ. აი პირდაპირ საოცარი რამე არის, მოდის პაციენტი დაწმულებულია, სისხლდენია, ექიმო არ ამტკივა. ისეთი მაქვს რა და ისე კი არ მაწუხებს, მაგრამ აი სისხლი რომდის ეს არ მომწონს რა. ეს ალბათ უფრო მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო დარგში ადამიანი და საერთოდ ჩვენს პირობებში მაცხოვრებელი ყველა მოქალაქე გულგრილად არის საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. აი ეგ არის ცუდი რა. მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. მაქვს ესეთი სახის შეკითხვა. აი კეფაზე თმასთან თმებში მაქვს ოდნავ ვარდისფერი და ხანდახან აქვს ოდნავ ქერცლივი წარმონაქმნით. აი რა არის ეს და ეს ეხება თუ არა თქვენ თემას. დიდი მადლობა. მადლობთ და აქვე მეორე მაყურებელი ბათუმიდან გვირეკავს, გისმენთ. ალო, გამარჯობა. გამარჯობა. მაქვს ესეთი შეკითხვა. 15 წლის ბავშვს ხშირად გამოდის იდაყვებზე გამონაყარი. ხომ არ შეიძლება ეს იყოს, ასე ვთქვათ, ზედმეტი ტკბილის მიღებით, იმიტომ რომ უყვარს ან A ვიტამინის ნაკლებობით, ან საერთოდ რა მიზეზი შეიძლება იყოს, თუ შეიძლება. მადლობთ.
დით ორი კითხვა, კეფაზე აქვს ქალბატონს, ვინც დარეკა და 15 წლის მოზარდი. იდაქვს, ხო. კეფაზე გამონაყარი თავის თმიან ადგილზე სავარაუდოდ შეიძლება იყოს ან სებორეული დერმატიტის მიზეზი, ან შეიძლება იყოს ფსორიაზი. იდაყვებზე არსებული გამონაყარი უფრო მეტად ფსორიაზისკენ იხრება. ყველა შემთხვევაში დერმატოლოგს უნდა მიმართოს პირველმა ქალბატონმაც და მეორე შემთხვევაში ბავშვიც უნდა მიიყვანონ, რომ მოხდეს ამ დაავადების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მკურნალობა ჩატარდება. გასაგებია. დაუბრუნდეთ კვლავ, აი მაინტერესებს საერთოდ კანის კიბოს მთლიანად ეხა კანის დაავადებებს და სიმსივნებს ვერ ჩამოვთვლით ალბათ სულ ყველა რამდენი იგივე ხალიც კი ითვლება სიმსივნეთ, მაგრამ ადამიანს რომ ესმის ყურში ეს სიმსივნეს სანამ იტყვი კეთილთვისებიანი, მე მგონი მაგასაც აღარ აქვს მნიშვნელობა, იმდენად შეშინებულია სულ ყველა. ყველაზე მძიმე არის მელანომა, როგორც მიხვდით ხომ? რა სიმპტომი აქვს? ანუ ტკივილამდე უნდა მივიდეს ადამიანი რომ გაიგოს რომ მელანომაა თუ რაღაცა შეიძლება უკვე რაღაცა ესეთი იყოს სიმპტომი, რომ უკვე განგაში ავტეხოთ, მივაკითხოთ. რა თქმა უნდა, არსებობს სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ ხალხს რაღაცა პათოლოგიური სენი შეეყარა. მაგრამ ისევ მეორებ, რომ არ აქცევენ ყურადღებას, არ იწვევს ტკივილის ეფექტს, შეგრძნებას რა. ხალისთვის, რომელიც მიდრეკილი არის უკვე გადაგვარებისაკენ, წარმონაქმს აღენიშნება მთელი რიგი ვიზუალური ცვლილებები, რომლებიც დაკვირვებული თვალისთვის ადვილად შესამჩნევია. ეს არის ხალის ასიმეტრიულობა, ხალის ზომაში მომატება, ხალის წამოწევა ზედაპირიდან, მისი ფერის შეცვლა რაც მთავარია და გარშემო, ხალის გარშემო წითელი კაიმის ან ყაეთნის არსებობა. ამ შემთხვევაში თუ მიაქცევს ყურადღებას, პატრონი დროულად მიმართავს ექიმ დერმატოლოგს, რომელიც უკვე კვალიფიცირებული არის და გამახვილებული არის ონკოლოგიური სიფხიზლე დაუსვამს შესაბამის დიაგნოზს და ავადმყოფს აღმოუჩნდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. რომ საკმაოდ ხშირად არის ესეთ შეცდომას უშვებენ ხოლმე, როდესაც ან მეჭეჭია ვთქვათ, ან ესეთი წამოწეული ხალი თვითონ გამიგია ხშირად შემთხვევა, რომ სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ამის მოცილებას და მართალია. სავალალო შედეგი იგივე მახსოვს აი ესეთი ძაფითაც კი ბარბაროსული მოცილება, აბრეშუმი ძაფი უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უსვამენ. იქ არის იოდის ხსნარით მოწვა, სხვადასხვა ქარჩაული სითხით რამდენად მიზანშეწონილია? სამწუხაროდ ჩვენ ონკოლოგებს გვიხდება ესეთ თვითმკურნალობისა და მეტნაკლებად ცოდნაში რომელიც მოიკოჭლებს ექიმი ჩატარებული მკურნალობების შედეგების მომკადად საკმაოდ მძიმედაც რა. ასე მაგალითად ხშირად ხდება ხოლმე გაღიზიანებული სიზმდენი წარმონაქმნების ეგრეთ წოდებული მოწვა იოდის კონცენტრირებული ხსნარით, ქარჩაულის სითხით, ელექტროკოაგულაციით და შედეგი არ იციან რა მოყვება ამას. და სამწუხაროდ ამას ატარებს არა მარტო ექიმბაში და სახალხო მკურნალი ან გამოცდილი ადამიანი, არამედ ამას ატარებს ექიმები და საკმაოდ ცნობილი ექიმებიც სამწუხაროდ რა. მაგალითად აი ახლა ჩვენ გავუკეთეთ ოპერაცია 21 წლის მოცეკვავე ღვაწლის, რომელსაც მოვლილი აქვს მსოფლიოს 32 ქვეყანა და ჩვენთან ერთ-ერთი დაწესებულებაში ჩატარებული აქვს წარმონაქმნის პიგმენტური ხსნარის პიგმენტური წარმონაქმნის ქარჩაულის ხსნარის დამუშავება, ისე რომ დიაგნოზი არ იყო დასმული. 2 წლის შემდგომ მისცა რეციდივი და სამწუხაროდ უნდა აღნიშნო, რომ ეს რეციდივი საკმაოდ პესიმისტურად გაგვაწყობს ონკოლოგებს ამ პაციენტის მიმართ. ძალიან ცუდი. ასე რომ გავითვალისწინოთ ეს ყველა აუცილებლივ გასათვალისწინებელია. აუცილებლივ გასათვალისწინებელია. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი გადაცემისთვის. და ისიც რა მაქვს შეკითხვა თქვენ სტუმრებთან. აი მე რამდენიმე წლის წინ ვიყავი ზღვაზე, ასე ვთქვათ, 1-20 წლის წინ დაახლოებით და იქიდან რომ ჩამოვედი თბილისში, მხარზე აი ცოტა უკანა ეს გვერდზე გამიჩნდა რაღაც ესეთი წარმონაქმნი, რომელსაც მუქი ფერის ზედაფენა აქვს. მერე გავიდა პერიოდი და ეს ზედაფენა მომძვრა.
ეს მუქი ფერის. მაგრამ იმის შემდეგ ეს რაღაც წელიწადში ერთხელ ეს გამაგრებული ზედაფენა მოძრება ხოლმე დაახლოებით აი ჩვენი ერთი თეთრიანი რო არის თუ იცი აი დაახლოებით იმ ზომის არის თავისით მოძრება ხოლმე წელიწადში ერთხელ და მე არც მეკავება არც წკივარც არაფერი მაგრამ მეორე წელს ადეკვატ კიდევ ხელახლა რაღაც გამაგრებულივით არის ეს გამაგრებული ანუ თქვენ ხელს არ კიდევთ თავისით ჩნდება და თავისით ხელს იმას არ კიდევ საერთოდ არც მეკავება არც ექიმებს აინტერესებთ თქვენი ასაკი ხალბატონო რა არის ეს და მე იცით თითქოს ვამჩნევ რომ აი რაღაც სხვა ადგილებში თითქოს არის ეს ვირუსული რა არის და მოკლედ აი ერთ-ორ ადგილზე კიდევ წარმოიქმნა იმის მერე, მაგრამ აი ესე ის გამაგრდება ხოლმე. გასაგებია, თქვენი ასაკი აინტერესებთ ექიმებს? მე ხო ამ წუთში 55 წლისა ვარ. მადლობთ. დიდი სავარაუდოდ ეს შეიძლება იყოს კერატომა, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არის, ზედაპირი აქვს უხეში, აქერცვლადი და სწორედ ეს აქერცვლადი ნაწილი არის, რომელიც პერიოდულად სცილდება, თანჩნდება და მერე სცილდება. არასაკურველია სასურველია მაინც რომ მიაკითხოს დერმატოლოგს და ზუსტად მაინც ინახოს რომ არ გამოიყაროს სხვა 20 წლის წინ აქვს გუჯიმირებული და საკმაოდ გასული რომ ხო რაღაცა ეს საკმაოდ კეთილთვისებიანად მიმდინარეობს ეგ დაავადება ორგანიზმისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს მაგრამ მაინც სასურველია რომ ექიმა სპეციალისტმა მიაქციოს ყურადღება. მით უმეტეს გვაქვს საშუალება მთელი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვამბობთ 21-დან დღეიდან 27 მაისის ჩათვლით არის შეგიძლიათ დარეკოთ, გაიაროთ უფასო კონსულტაციები და დაწყნარდეთ ან პირიქით დროზე მიხედოთ იმას რაც გაწუხებთ კანზე რაც გაქვთ უკვე და მაინტერესებს საქართველოში რატო მაინც თქვენ აღნიშნეთ ბელგიაში მე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში საქართველოში რატო გახდა აუცილებელი ამ კამპანიის ჩატარება აქ აღინიშნება ზრდა დაავადებების კანის და ამიტომ თუ რაღაც სხვა მიზეზია გარკვეული ტენდენცია როგორც ბატონმა რაიბულმა აღნიშნა არის რასაკურველია და როგორც მთელ სოფლიოში მიუხედავად იმისა იგივე ევროპაში უფრო ინფორმირებულები არიან სამედიცინო სფეროში და სამედიცინო მომსახურებით უფრო უზრუნველყოფილები არიან რასაკურველია ევროპის მოსახლეობა ვიდრე საქართველო მაინც იქაც არის ასეთი პარადოქსი რომ კანის კიბოს ინციდენტობა ანუ სიხშირე მატულობს მიუხედავად იმისა რომ კანის კიბო ხილვადი არის საქართველოშიც აუცილებელი გახდა იქიდან გამომდინარე რომ გარკვეული ტენდენცია შეიმჩნევა. გარდა ამისა პაციენტები გარკვეულ მიზეზთა გამოდროულად ვერ აკითხავენ ექიმს და თუ მიდიან უკვე მიდიან გვიან სტადიაზე. თვითონ ჯერ პირველად დერმატოლოგთან ხშირად დერმატოლოგი როდესაც ურჩევს რომ უნდა მიბრძანდეს კანის და ბილიქსოვილების ქირურგთან იქაც აგვიანდებენ მისვლას და მაინც ხალისით არ მიდიან ხოლმე და აქედან გამომდინარე უკვე გადავწყვიტეთ რომ აქტიური გამოვლინების სახის ღონისძიებები ჩაგვეტარებინა და ამ შემთხვევაში სწორედ ეს ევრომელანომის კამპანია ძალიან და სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს ისიც ალბათ დამეთანხმებით რომ თვითონ ქალბატონები ყოველ შემთხვევაში რაღაც კოსმეტოლოგიურ დახმარებებს უფრო მიმართავენ დერმატოლოგთანაც კი არა საკმაოდ ხშირად მიდიან კოსმეტოლოგთან და ეს ზედაპირულად ცდილობენ და ალბათ ეს კიდევ უარეს შვება იმ დაავადებისთვის ჩვენ მაყურებელი გველოდება პირდაპირ ეთერში გისმენთ. ალო. გამარჯობა. მოგესალმებით. თუ შეიძლება ასეთი შეკითხვა მაქვს, ზურგზე ხალის შემთხვევაში მასაჟი ხომ არ გამოიწვევს რამე გართულებას? მადლობთ. ჩვეულებრივად ნორმალურ ადამიანს 5-დან 5000-მდე პიგმენტური წარმონაქმნი აქვს და მათი აუცილებლობა რომ ან მოიკვეთონ ან მოშორებული იქნან არ არის საჭირო. ხალი ყურადღების მიქცევას საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ის განიცდის მუდმივ ტრამულ ზემოქმედებას, ან რომელიმე თერმიული აგენტის გამო იქნა მიღებული დამწრობა ამ მიდამოში, ან და ბოლო მომენტში მან შეიცვალა თავისი ფორმა და ხასიათი. ესე რომ შეშფოთება იმის გამო, რომ ყველა ხალხს სჭირდება სამედიცინო შემოწმება, ეგ მართალი არ არის და არ არის. და მასაჟიც ალბათ არაფერს არ მასაჟი თუ ტრამვას არ იწვევს. თუ არ ხდება მისი გაღიზიანება, გადაცლა, გადაყლეფა და ასე შემდეგ. ევრომელანომას მინდა დაუბრუნდეთ, თუმცა მანამდე კვლავ მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა.
გამარჯობა, ჩემი გოგონა იკეთებს ლაზერულ ეპილაციას ზედა ტუჩზე, სადაც აქვს ხალი. ხომ არ არის საშიში? მადლობ შეკითხვისთვის. საშიში არ არის, მაგრამ ყურადღების მიქცევას დროდადრო შემოწმებული იქნეს დერმატოლოგთან ან ონკოდერმატოლოგთან ნამდვილად საჭიროა. და აქვე დავამატებ ჩემ მასრს, რაც ეხება ლაზერულ ეპილაციას, ამ დროს, როდესაც არის კვალიფიცირებული და მაღალი პროფესიონალიზმი, თავისთავად ხალზე აუცილებლად აფარებენ საცავს და ისე აკეთებენ მაგ ოპერაციებს. მაყურებელი, გისმენთ? მოგესალმებით. მაინტერესებს, მქონდა ინტრადერმული ნერვუსი ციტოლოგიის დამიმტკიცეს და ელექტროდანით მომიჭრეს. რამდენად არის საშიში, მაინტერესებს. დიდი მადლობა. მოდით ჯერ სხვებსაც განვუმარტოთ მოკლედ რა დიაგნოზი ახსენა ქალბატონმა. ქალბატონმა ახსენა პიგმენტური ხალის ერთ-ერთი ვერიფიცირება ციტოლოგიური კვლევით. ეს წარმოადგენს ჩვეულებრივ პიგმენტურ წარმონაქმნს და თუ ის არ განიცდის, როგორც აღვნიშნეთ, წეღან რაიმე ზემოქმედებას, ქიმიურ, ფიზიკურ და მექანიკურ გაღიზიანებებს, საშიში არ არის. რაც შეეხება მის მოცილებას ელექტროკაუტერით, ანუ ელექტროდანით, ეს არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც საშიში არ არის შემდგომი განვითარებისთვის. გასაგებია. ევრომელანომას რომ დაუბრუნდეთ ისევე ქალბატონო მაია, ორგანიზატორი ვინ არის აი ამ მართლა კარგი საქმის და საქართველოში ვინ კურირებს ამას ყველაფერს? საქართველოში ამის ორგანიზატორია საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია. სწორედ ამ ევრომელანომის ოფიციალურ წარმომადგენელს დაუკავშირეთ დაახლოებით 9 წლის წინ თვითონაც გამოვიდნენ კონტაქტზე და რამე თუ ისინიც დაინტერესებული არიან არეალის გაფართოებით და რაც უფრო მოსახლეობის დიდ ნაწილს მოიცავენ ასეთ გამოკვლევაში ზოგადად გარკვეული სამეცნიერო ინტერესიც არის ამაში რასაკურველია და წელს უკვე საქართველოც ჩაერთო ამ პროცესში. და ეს იქნება ყოველ წელს უკვე რადგან ერთჯერ ჩავერთეთ თუ შეიძლება რასაკურველია აუცილებლად გაგრძელდება. სასურველი იქნება რომ ყოველ წელს ესეთი ღონისძიებები გეთანხმებით მაყურებელი პირდაპირ ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს 12 წლის გოგონა ყავს. სახში და თვალთან აქვს რაღაცა ლაქა, რაღაცა ისეთი კანშივია, ზემოდან არ არის. მოყავით რომ ლაქაა და აი რა შეიძლება როგორ უნდა მივხედოთ ამას, რა ვიცი, მაინტერესებდა ეს. მადლობთ. არ თქვია დედას ბავშვობიდან აქვს ეს ლაქა თუ მერე გაჩნდა. ხომ, შესაძლებელია ეს იყოს უბრალოდ პიგმენტაციური ცვლის დარღვევა, ჰიპერპიგმენტაცია. 12 წელი თუ ეხლა მოდით ორივე ვარიანტი რომ განვიხილოთ, 12 წელი უკვე ისეთი ასაკია, რომ იწყება ჰორმონალური ცვლილებები, თუ ეხლა გაჩნდა ამ შემთხვევაში? პიგმენტური ლაქა იქნება, უფრო პიგმენტაციური ცვლის დარღვევა. არის ხალების ისეთი სახეობა, რომელიც გავს პიგმენტურ ლაქას უფრო ადრეული ასაკიდან ჩნდება ხოლმე. და ზომაში ორგანიზმის დასთან ერთად ცოტათი მატულობს. თუ უფრო ადრეული ასაკიდან აქვს, შესაძლებელია ეს ხალი იყოს ასეთი სახის, რომელიც გავს საკმაოდ პიგმენტურ ლაქას უბრალოდ და უფრო მოგვიანებით გაჩნილი სავარაუდოდ პიგმენტაციური ცვლის დარღვევა. და რა უნდა გააკეთოს მაინც? რასაკურველია მაინც დიფერენცირება საჭირო იქნება. მაინც უნდა. აქვე მინდა ხაზი გაუსვათ თქვენგან რომ იყოს ნათქვამი ასაკი უფრო სწორად, რომელი ასაკიდან შეიძლება ამ კამპანიაში ჩაერთოს ადამიანი. განსაზღვრულია რაღაცა თუ თავიდანვე მისაღები არ 8 წლიდან? სხვადასხვა განსაზღვრული აქვს ევროპაში სადღაც 25 წლამდე ასაკისას თვლიან რომ არ არის საჭირო, მაგრამ ჩვენ უკვე ერთი კვირა ვმუშაობთ ცხელი ხაზი გვაქვს გახსნილი და რეკავენ და როდესაც რეკავენ და მაინც ხალზე ალაპარაკი იგივე პატარა ბავშვზე თუ ამბობენ რომ რაღაც პროგრესირებს ის წარმონაქმნი, რასაკურველია მაინც ვიბარებთ რომ არაფერი არ გამოგვჭდეს. იშვიათობა არის ბატონი რაიბული რომ ადრეულ ასაკში მოხდეს კანის ანუ ასაკი მაინც იქიდან გამომდინარე საიდან უფრო ჩნდება 35-ის ზემოთ? ჩვენი ძველი სკოლის წარმომადგენლები 18 წლამდე თვლიდით რომ ავტისებიანი კანის დაავადებები ძალზე იშვიათი და კაზუსტიკური შემთხვევა წარმოადგენს. საზღვარგარეთ ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში კიდევ თვლიან რომ 22-26 წელი არის საერთოდ ამ შემდგომ იწყება ძირითადი მეთოდი მკურნალობისა საერთოდ კანის ავტისებიანი სიმსივნეებისა ქირურგიული მეთოდი წარმოადგენს.
მაგრამ ქირურგიული მეთოდი როცა საშუალება არ აკმაყოფილებს მაშინ შეიძლება ჩართული იყოს ქიმიოთერაპია და სხეული თერაპია. მელანომის განვითარების დროს ძირითადი სიმსივნის შორს დიდხანსა და უყურადღებოდ მიტოვების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შორეული მეტასტაზები, რომლებიც ორგანიზმში ვრცელდებიან როგორც სისხლის ჰემატოგენური, ასევე ლიმფოგენური გზებით. უახლესი ბარიერი, სადაც ხდება ამ მელანოციტების გადაგვარებული ათვისებიანი უჯრედების დაჭერა, ეს არის რეგიონალური ლიმფური კვანძები. და რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში განვითარებული მეტასტაზური პროცესი აუცილებელია რადიკალურად იქნეს ამოკვეთილი ირგვლივ მდებარე ფაშარშებაერთებელ ცხიმოვან ქსოვილთან ერთად. ეს კეთება საზარდულში დუკენის ოპერაციის სახელწოდებით ცნობილი ქირურგიული ჩარევით და იღლიის ორთავე მხარეს იღლიის ლიმფური ჯირკვლების ლიმფადენექტომიით. გასაგებია, ჩვენ საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს ეთერში, გველოდება ბევრი კითხვებით და ასე რომ თუ შეიძლება მოკლედ გავცეთ, რომ არავინ დაგვრჩეს გაუცემელი. გელოდებით და გისმენთ. ალო მოგესალმებით. ეს აგენაცვალე კანქვე ეთერში ვარ? დიახ. ხო, ბარდაყის ძვალზე ფოდა პატარა ჭიასავი და ეხლა გაიზარდა როგორც მამლის ბიბილო, ტკივილით არ მტკივა. ერთი ეს და მე თმებში გოგონას აქვს წანაზარდები. და რამდენად სწორია მის ოპერაცია და უნდა დავადგინოთ თუ როგორ გამოვიკლოთ მისი მდგომარეობა. გაუკეთეს არა ოპერაცია. მადლობთ. პატრიცებულ სვენელს მინდა მოვახსენო, რომ მამლის ბიბილოსმაგვარი წამონაზარდები და ბარძაყის მიდამოში არსებული კანის სხვადასხვა დაავადებები აუცილებლად პირველ რიგში ითხოვს მის უჯრედულ შესწავლას, ანუ ციტოლოგიურ კვლევასა და რის შემდგომ გადააწყდება მკურნალობის რა მეთოდი ჩაუტარდეს აღნიშნულ პაციენტს. ასევე მისი გოგონას შემთხვევაში საჭირო არის, რომ ბავშვი ნაჩვენები იქნეს, მიყვანილი იქნეს ან ექიმ დერმატოლოგთან, ან ონკოდერმატოლოგთან, რათა გადაწყდეს რა წარმონაქმნები აქვს თბიან ნაწილში. აქ ერთი რაღაც მინდა ესეთი ახლა რადგან დედაშვილი გენეტიკურ განწყობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც კანის დაავადებებზე ვსაუბრობთ. გენეტიკურ განწყობას აქვს მნიშვნელობა. მეტნაკლები მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების განვითარების საქმეში. ჩვენს მაყურებელს ეთყობა ცოტა გვიან ჩაერთო და თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ასაკი. თქვენ კი ილაპარაკეთ აი ამ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელი ასაკი და რომელ ასაკამდე შეუძლია მიიღოს ერთი კვირის განმავლობაში უფასო კონსულტაცია. ალბათო. მკაცრად გაწერილი არ არის. თუ ამჩნევს დედა რაიმე საეჭვო წარმონაქმნს, რომელიც იზრდება, პროგრესირებს, შეიძლება ნებისმიერი ასაკის ნანახი იყოს, თუმცა ალბათ სავარაუდოდ არაფერი საშიში არ იქნება. და ზედაზღვარიც თითლიდან უფრო მეტად დაახლოებით 100 არის განსაზღვრული და ზედაზღვარი რასაკვირველი არ არსებობს. რაც უფრო ასაკოვანი ადამიანი, მით უფრო მეტი არის ალბათობა, რომ არის აქტინური კერატოზი კიბოსწინარე მდგომარეობა. რეგიონები მაინტერესებს რა, მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ თბილისში არა. დიდ ქალაქებშიო აღვნიშნეთ თუ შეიძლება რო თქვათ, რომელ ქალაქებში. გარდა თბილისისა, კამპანია ჩატარდება თელავში, დღეიდან უკვე დაიწყო, ქუთაისში ჩატარდება და ბათუმში. აქვე მინდა მოგახსენოთ თქვენ თვითონ ტელეფონები, მე 4-ვე ქალაქის ტელეფონს წავიკითხავ და ჩაინიშნეთ ყურადღებით თბილისში. ქალაქის ტელეფონი 2-305-417, მობილური 570-704 577, ეს არის თბილისი. ქუთაისი 24-39-55, თელავი 23-27-84 და ბათუმი 27-03-31. აი ამ მოცემულ ნომრებზე თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ, მიიღოთ უფასო კონსულტაცია და კონსულტაციის გარდა გამოკვლევა, თუმცა აქვე მინდა დავადგინო და უფრო კონკრეტიკა შევიტანო ამ საკითხში. გამოკვლევა ეს ფაქტიურად თვალით, ვიზუალით ექიმები ამას ხედავენ. რა იგულისხმება უფასო გამოკვლევაში?
როგორ ატარებთ ამ კვლევებს? დერმატოლოგისთვის და მათ შორის დამეთანხმება ბატონი რაიბული ონკოდერმატოლოგისთვისაც პირველი და მნიშვნელოვანი იარაღია თვალი. და დაკურებულად დათვალიერებისას გარკვეული ანამნეზი რასაკვირველია და დათვალიერება. შემდგომი გარკვეული შუალედური ადგილი უკავია დერმატოსკოპიულ გამოკვლევას, რომელიც დერმატოლოგების გარკვეულ ნაწილს უკვე აქვს ეს აპარატი ხელის დერმატოსკოპი არის და მერე რასაკვირველია უკვე დერმატოსკოპითაც ეჭვ შეტანის შემთხვევაში საჭირო არის უკვე ეგრეთ წოდებული ლაბორატორიული კვლევა, მორფოლოგიური კვლევა. უფასო სადამდეა? უფასო არის დათვალიერება შეუიარაღებელი თვალით და დერმატოსკოპით და მყარი ეჭვის შეტანის შემთხვევაში ონკოლოგისტის შეტანის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევები გაკეთება უფასოდ, ხოლო თუ მოითხოვს დანარჩენ როგორც არის სხეული და ქიმიო-ჰორმონოთერაპია, ეს უკვე გამოდის ჩვენი ეს უკვე ფასიანია და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. და ჩვენი რა მელანომას რომ დავუბრუნდეთ, რომ აი რა და რა სახის არის მელანომა, რა მსგავსება, რა განსხვავება, თუ ესეც ერთი და იგივეა. მოდით საკმაოდ ესეთი ვრცლად მინდა და უფრო იმათ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებელს. მანამდე ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, პირდაპირ ეთერში დაგველოდით. გადაცემა ექიმის საათი დაგიბრუნდათ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვსაუბრობთ კანის კიბოზე. თქვენ შეგიძლიათ დაერეკოთ პირდაპირ ეთერში 245 77 27 ან 245 77 35 გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და უპასუხეთ ინტერაქტივის შეკითხვას. იცით თუ არა როგორ გაირუჯოთ უსაფრთხოდ, ეს აუცილებელია ჩვენი თემისთვის. ამ დროისთვის 47% ამბობს რომ იცის როგორ უნდა გაირუჯოს უსაფრთხოდ, 53 არა. ნახოთ რა იქნება გადაცემის ბოლოს და ჩვენი გადაცემის სტუმრები მედიცინის დოქტორი მაია დათუაშვილი და პროფესორი რაიბულ თოდუა. ჩვენ საუბრობთ ევრომელანიუმ 2012 აი ესეთი კამპანიის შესახებ, რომელიც მიმართულია პრევენციის პროფილაქტიკისთვის, კანის კიბოს დაავადებების წინააღმდეგ, ესე რომ ვთქვათ და აქვე კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ იმ დიდი ქალაქები ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დაარეკოთ ცხელი ხაზი, ოღონდ აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, ზარის გაკეთება შეიძლება მხოლოდ 11-დან 16 საათამდე. თბილისში 2035417, ქალაქის ტელეფონი, მობილური 570 თელავში 23-27-84, ქუთაისში 24-39-55 და ბათუმი 27-03-31. აქვე ექიმების თხოვნით 11-დან 16 საათამდე ზარის გაკეთება. და სანამ ჩვენი რეკლამა იყო გადაცემაში, მანამდე ესეთი შეტყობინება შეკითხვა, რამდენად საშიშია სოლარიუმი კანის დაავადებებზე, როცა ვსაუბრობთ? გამომდინარე იქიდან, რომ კანის კიბოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი არის ინტენსიური მზის გამოსხივება, შესაბამისად სოლარიუმიც უკვე წარმოადგენს გარკვეულ საშიშროებას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი გატაცებული არის ამ საქმით და წელიწადში შეიძლება ითქვას 12 თვის განმავლობაში გარუჯული დადის. ყველა შემთხვევაში უკვე ის ადამიანი თავის კანს რისკის ქვეშ აყენებს. განსაკუთრებით ეს ეხება კანის პირველი და მეორე ტიპის მქონე ადამიანებს, ეს არის წითური და განსაკუთრებით თეთრი კანის ფერის მქონე ადამიანები, უნდა მოერიდნენ როგორც მზეზე ყოფნას, ასევე სოლარიუმში სიარულს. პრინციპში ალბათ ნაკლებადაც დადიან, იმიტომ რომ ნაკლებად ირუჯებიან. ისინი ძირითადად უფრო იწვევიან, ვიდრე ირუჯებიან. თუმცა მე იმედებენ თავს, რომ ეს დააწვა გადაუვათ კარგ ფერში და იქნებიან ესეთი ბრინჯაოს ფერი. ესეთი ის არის, სარისკო არის. მაყურებელი გველოდება გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ. ექიმთან მაქვს კითხვა. დიახ. ექიმთან მაქვს კითხვა გენათვალე. გისმენთ. მაინტერესებს ბაზილიომა კანის სიმსივნე, ბაზილიომას შესახებ. გასაგებია, მადლობთ. ბაზილიომა წარმოადგენს კანის ავთვისებიან დაავადებას, რომელიც თავისი მიმდინარეობით და გამოსავლით ყველაზე კეთილთვისებიან დაავადება შეიძლება ჩაითვალოს ონკოლოგიაში. ბაზალიომა ეს არის ბაზალური პირველი კანის შვიდი შრიდან პირველი შრის დაავადება, რომელიც
კანისთის ქრონიკულ განსაკუთრებით ულტრაისფერი და რადიაციული დაცხვების შედეგად თავის წყლულოვან გადაგვარებას მიმდინარეობს ძალიან ნელა, მეტასტაზებს იძლევა ძალზე იშვიათად და ჩატარებული მკურნალობის შედეგად იძლევა თითქმის 100%-იან განკურნებას. ძალიან კარგი. ჩვენ საუბრობდით ადამიანთა ფენოტიპზე. გეოგრაფიას თუ აქვს მნიშვნელობა? აუცილებლად. კანის დაავადებაზე. აუცილებლად და მოვიყვან ერთ მაგალითს. ავსტრალიაში ამ ბოლო 30-20 წლის მანძილზე განსაკუთრებით მოიმატა კანის კიბოს დაავადებებმა და მათ შორის მელანომებმა. აღმოჩნდა შემდეგი. ჯერერთი დიდი მნიშვნელობა აქვს კოსმოსურ რენტგენოლოგიურ გამოსხივებას, რომლებიც შემოიჭრებიან იონოსფეროდან დედამიწაზე და აღმოჩნდა, რომ ავსტრალიის ფარა იონოსფეროზე გაჩნდა დიდი ზომის, რამდენიმე ათეული ათასობით კვადრატული მეტრის მოცულობის ოზონის ხვრელები. და მოგეხსენება თქვენ, რომ თუ ოზონი გაქრა ატმოსფეროდან, ეს არის ძირითადად ის ქიმიური შენაერთი, რომელიც აკავებს რენტგენოლოგიურ და განსაკუთრებით ულტრაისფერ გამოსხივებას, რომელიც მიზეზი არის ძირითადად ათვისებიანი კანის ათვისებიანი სიმსივნეების განვითარებისაა. აღმოჩნდა, რომ ავსტრალიაში ამ 20%-ით გაზრდილ კანის დაავადებებზე ძირითადად ავადდებიან ის პირები, ვინც გადმოსახლებული არიან ჩრდილოეთ ევროპიდან, როგორც არის ირლანდია, ინგლისი, შოტლანდია, სკანდინავიის ქვეყნები. ხოლო რაც შეეხება აბორიგენებს, აბორიგენები თითქმის არ ავადდებიან, ან ავადდებიან ძალიან დაბალი პროცენტული რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ავსტრალიაში მოიმატა 20%-მა დაავადების რიცხვი მელანომებისა და მიიღეს აუცილებლად რომ გაეზარდათ სკოლებში სამედიცინო ზედამხედველობა და გაეზარდათ სამედიცინო განათლების დონე. თითქმის ყველა სკოლაში გაიხსნა სამედიცინო კაბინეტები და ექიმი შემოვლისას სწავლობს თვეში ერთხელ სკოლის ბავშვებისა, განსაკუთრებით მოზარდების 15-18 წლის ასაკის მოსწავლეთა კანის მდგომარეობას და საერთო შემთხვევაში თვითონვე აკეთებს ოპერაციას და აგზავნის მელანომების ცენტრში, რომელიც ქალაქ მელბურნში არის განლაგებული. ამ მონაცემებით მოიმატა დაავადებების დიაგნოსტიკა, მაგრამ გამოსავალი და შორეული შედეგები გაუმჯობესდა, იმიტომ რომ ადრეულად იქნა აღმოჩენილი დაავადების საწყისი ფორმები, ამან კი საფუძველი ჩაუყარა გაჯაფრთელების მაღალ პროცენტულობას. ჩვენთან ეტყობა ჯერ არ არის ასეთი შემაშფოთებელი სიტუაცია, ალბათ. და აღინიშნოს, რომ ჩვენთან მეტნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ განსაკუთრებით შავი ზღვისპირა რაიონებში მისი მომატება მეტნაკლებად მაინც შეიძლება. ანუ ისევ უბრუნდებით მზეს გარე ფაქტორებს. სოლარიუმზე თქვენ მანამდე თქვით და მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმაც იცოდეს, არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც მოზარდებს აკრძალული აქვთ კანონით სოლარიუმში. რა თქმა უნდა, მაგალითად ინგლისში, რამოდენიმე ევროპულ ქვეყანაში თითქმის 25 წლის ასაკამდე ბავშვების მიღება სოლარიუმში აიგრძალა. ოფიციალური კანონით აიგრძალა. ხოლო რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტმა ობამამ რა თქმა უნდა, დემოკრატია და ვერ შეძლებდა ის ბრძანებით დაეხურა სოლარიუმები, მაგრამ მიუთითა საგადასახადო ორგანოებს, რომ გაეზარდათ 10%-ით სოლარიუმების საშემოსავლო დაბეჭდვა. ძალიან კარგი, ეს ხელს შეუწყობს ბევრი აღარ სოკოები თარიღოს ამდენი სოლარიუმი და სქესი ძირითადად იგივე ვთქვათ რუშს როცა ვსაუბრობთ, მაინც ქალბატონები ვართ ესეთი პრანჭიები და გვინდა ზამთარ ზაფხულ მუქი ფერის კანი გქონდეს და ალბათ უფრო ქალებისთვის არის დამახასიათებელი ეს დაავადებები თუ ქალებისთვის დამახასიათებელი არის იმდენად, რამდენადაც ქალები განიცდიან ბიოლოგიურად ჰორმონალურ გადაწყობებს თვიური ციკლისა და ორსულობის ციკლის მიხედვით. ამ პერიოდში აღმოჩნდა, რომ კანის მელანომები ავლაპარაკობ კანის ბრტყელურჯედოვან კიბოსა და ბაზალიომაზე. მელანომები გრძნობიარე, განსაკუთრებული გრძნობიარეები არიან ჰორმონალური გადაწყობისა ორგანიზმში. გასაგებია და მელანომას მინდა დაუბრუნდე, როგორია, რას გავს, რა სახეობისაა და დიაგნოსტირებას როგორ ახდენთ და დიფერენცირებას მე რო გაანცალკავთ ეს მელანომა, რა სახეობა, სხვა დაავადება.
როგორც აღნიშნეთ, შეიძლება მელანომა განვითარდეს უკვე არსებული ხალის ადგილზე, ან შეიძლება წარმოიშვას შეუცვლელი კანის ადგილზე. პირველ რიგში, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს მოსახლეობამ, თუ გაჩნდა ახალი ხალი, საკმაოდ შეიძლება გავდეს თავიდან ხალს და დაიწყო პროგრესირება ზომაში, სისქეში, ფერთა გამა გახდა მრავალფეროვანი, გაუხეშდა ზედაპირი, სისხლდინარე გახდა, შეიძლება ქავილიც დაერთოს, ესეც ერთ-ერთი ნიშანი იქნება, რომ ეს ჩვეულებრივი ხალის კომპეტენციიდან გადის და საჭირო არის ყურადღების მიქცევა. არსებობს ექიმებისთვის და მათ შორის პაციენტებისთვის, სწორედ ABCD 4-5 გაიზარდა, ხო უკვე მეხუთე ქულაც მიემატა, სწორედ ამ ასიმეტრიულობას ექცევა ყურადღება, კიდეების არასწორობას სისქესთან მიმართებაში, ფერს და დამატებითი ჩივლის გაჩენას გამონადენის ან სისხლდენის ყურადღების მისაქცევი არის. ჩვენ მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში გისმენთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. სამებით. ანუ მაინტერესებს ახლა შემოგიერთით შეიძლება კიდევაც იყო შეკითხვა ამის შესახებ. ხორცმეტი, პატარა ხორცმეტები, აი კანიდან ოდნავ მოწეული, როგორ თქვა, აი ხელს გადასმით, კარგად ისინჯება, ანუ და ვამჩნევ რომ ნელა იზრდება, აი სიღლიეს ქვეშ მაქვს და კისერზე რამდენიმე. მასწავლეს იოდით მოწადა, თუ შეიძლება, იქნება არ შეიძლება ამის გაკეთება, ან რას გვიჩვენდით, დიდი მადლობა. მადლობთ შეკითხვისთვის, კარგი არ დაარეკეთ, ჩვენ ამ თემაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც განუმარტოთ გოგონას. სავარაუდოდ ეს იქნება ფეხზე მდგომი კანის ნორმალური ფერის მქონე წარმონაქმნი, ლოკალიზაცია რაც დაასახელა ასევე დამახასიათებელი არის, იქნება კანის პაპილომები, აბსოლუტურად კეთილდღისებიანი წარმონაქმნებია და შეიძლება მათი მოშორება სხვადასხვა მეთოდით. ანუ იგივე იოდით შეიძლება არა, იოდით არა, არის კრიოთერაპია, იგივე ელექტროკოაგულატორით და არის თუ წვრილები არის ჩვენთან არ შემოდის მსახით, მაგრამ არის გარკვეული ქიმიური შემადგენლობის სითხეები, რომელიც თვითმომსახურებისთვის არის განკუთვნილი და შეიძლება ამ სითხით დამუშავება ოღონდ სამწუხაროდ ჩვენთან ეს ქართული წესით არ შემოდის. ევროპაში არის და ესეთი წვრილი კანის ნორმალური ფერის მქონე ფეხზე მდგომი წარმონაქმნის მოშორება შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში თვითნებურად არაფერი არ ქნათ, არანაირი იოდი, არაფერი არ მიიკაროთ, მიდით ექიმთან და პროფესიონალი ჩაგიტარებთ ყველაფერს. და ბავშვებს რაც შეეხება, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ ბავშვობაში, თქვენს ბავშვებში უпростоრად დამწრობა ნაადრევია ეს მზით. რატომ? თავისთავად იმის ერთ-ერთი რისკ ფაქტორი არის შემდგომში მელანომის განვითარების, თუ ბავშვობაში აქვს ბავშვს მიღებული მზით დამწრობა. მელანოციტების გააქტიურება, რაც ხდება დამწრობის შემთხვევაში, ზრდის ფაქტორთან ერთად განსაკუთრებით ზრდის მელანომის განვითარების რისკს მოგვიანებით ასაკში. ანუ მოზარდი ადამიანს ეს რისკ ფაქტორი ინფორმაციას ინახავს გარკვეულად და შემდგომში შეიძლება განვითარდეს და მერე განვითარდება. ბუკლეტში თქვენ ნახავთ, რომელიც პაციენტებისთვის არის. ბუკლეტები რიგდება ჩვეულებრივად. გასინჯვის შედეგად ყველა პაციენტს დაურიგდება ბუკლეტი, სადაც მითითებული არის რამოდენიმე საფეხურიანი სქემა, თუ როგორ უნდა გაისინჯოს კანი. თუ რაღაც საეჭვოდ მაინც ჩაითვლება, მივცემთ დარიგებას 3 თვეში ერთხელ გააკეთოს ეს გასინჯვა, 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ. და მან ერთ-ერთი პირველ პუნქტად არის გამოტანილი სწორედ ბავშვებთან მიმართებაში სასარგებლო რჩევა, რომ ბავშვები ყოველთვის ქუდით უნდა ამყოფონ ზაფხულის პერიოდში, სათვალედ მათ შორის მჭიდროდ ნაქსოვი ტანსაცმელით უნდა ატარონ. ხშირად გვინახია პლიაჟებზე, რომ ბავშვი აბსოლუტურად გახსნილ მდგომარეობაში ყავთ და თან საკმაოდ ხანგრძლივად ზღვის ნაპირზე და რასაკვირველია ეს ყოველდღე დაუშვებელია. გამოსული არის უკვე ბავშვებისთვის მზის დამცავი კრემები, მაგრამ აღსანიშნავია, რომ წლამდე ბავშვის კანი მაინც ძნელად იტანს მზის დამცავ კრემს. არის კონკრეტულ ხო, რასაკვირველია თავი და თავი ეს არის, რომ არ უნდა გაიყვანონ და ასევე არის შემთხვევები, როდესაც ვსვავენ ხოლმე იმისთვის, რომ ნაკლებად დაეწვათ კანი ბავშვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თურმე უფრო კიდე მგრძნობიარე ხდება ბავშვის კანი მზის სხივისადმი. ასე რომ უმჯობესია რომ მოარიდონ ბავშვი. მაყურებელი გველოდება გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? დიახ.
ისა მაპატიეთ დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ მე თქვენი გადაცემის მუდმივ მსმენელი ვარ და ეხლა მინდა რომ შეგეკითხოთ რომ ახალგაზრდა ბიჭმა მიიღო ტუბერკულოზის ჩხირის გაცილების შედეგად. ექიმმა დაუნიშნა წამლების შედეგად ერთი პატარა პრიშტიკი არ ქონია ბავშვის სახეზე, მთლიანად დააყარა სახეზე და უკან ზურგზე. აი რისგან შეიძლება იყოს უკაცრავად აი კითხვა თუ გაქვთ დააზუსტეთ რომ მე დააყარა რასთან დროის მიხედვით რას დაემთხვა ეს გამონაყარი წამლების მიღებასთან დაკავშირებით რასაკურველია ეს აქვე მეორე მაყურებელი ყავს და გავცეთ პასუხი ორივეს ერთად გისმენთ გამარჯობა თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მაქვს როდესაც ჩნდება წითელი ფერის ხალები ორგანიზმზე, ეს რამდენად აშიშია მაინტერესებს. მადლობთ. მოდით პირველი კითხვა დავიწყოთ, ტუბერკულოზი ქონდა იმ კურნალა და შემდეგ აი დაეწყო გამონაყარი. სავარაუდოა რომ აქ ადგილი აქვს ტოქსიდერმიას, ანუ მედიკამენტით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციას. თუ უკვე დამთავრებული აქვს მკურნალობა ტუბერკულოზთან დაკავშირებით, ანტიჰისტამინური საშუალებებით, ანუ ანტიალერგიული საშუალებებით ნელა გაუვლის, შეიძლება არც დაჭირდეს ამ პრეპარატების მიღება. რასაკურველია მაინც უნდა მიაკითხონ ექიმს, თუ უნდა გააგრძელოს ისევ ანტიტუბერკულოზური პრეპარატები, ეს უკვე ფტიზიატრთან უნდა მივიდნენ და უნდა გადაიხედოს იმ მკურნალობის სქემა. თუ გამოვლინდეს რომელი პრეპარატი არის დამნაშავე ამ გამონაყარში და შემდეგ ისევ თავიდან შედგება ბავშვის მკურნალობის რეჟიმი და წითელი ხალი. წითელ ხალს ცოტა ფართო მცნება არის, შეიძლება იყოს ჰემანგიომა, შეიძლება იყოს ტელეანგიექტაზიები, ანგიოკერატომა, ძირითადად შესინი კეთილთვისებიანი წარმონაქმნები არის ხოლმე დაკავშირებული ეს წითელ ხალს, როგორც შეიძლება ცოტა ზოგადი ნათქვამი იყოს, შეიძლება რაღაც სისხლის დაავადებასთან იყოს დაკავშირებული და ესეთი წითელი წვრილი გამონაყარია, რომელსაც ადამიანი აღიქვამს როგორც წითელ ხალს. სავარაუდოდ თუ მაინც ემატება, საჭიროა ექიმს მიაკითხოს და სულ მცირე სისხლის საერთო ანალიზი გაკეთდეს და დათვალიერდეს რასაკურველია კანი. გასაგებია, როგორ ავიცილოთ თავიდან კანის კიბო? პროფილაქტიკური ზომები რა მივიღოთ? კანის კიბოს აცილების პროფილაქტიკური ზომებისგან ძირითადად არის ულტრაისფერი დასხივების ნაკლები დოზით მიღება ორგანიზმზე. ჩვენ საქართველოს მცხოვრებლი ისეთ გეოგრაფიულ განედზე ვართ განლაგებული, რომ გარუჯვის საათობრივი მიღება მიზანშეწონილად არ არის საჭირო. D ვიტამინი, რომელიც გამომუშავდება ხოლმე ამ გარუჯვის შედეგად და ძირითადი მიზეზია იმისა, რომ აი ამიტომ ღებულობ გარუჯვას, რომ ჯანმრთელობაა და კარგად რო ვიყო, არ არის საქართველოს მცხოვრებთათვის აუცილებელია. და თუ აუცილებელი არის რომ ზღვაზე წახვიდე და გაერუჯო, მაშინ მიიღეთ რუჯი 12 საათამდე და საღამოს 5-6 საათის შემდგომ. რაც შეეხება ზღვის წყალს, ის მავნე არ არის და შეუძლია საათობით იჭყუმბალავონ თუ იცურავონ ზღვის წყალში. აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს კანის დაავადებებისაგან დააფრისებიანი სიმსივნეების თავიდან აცილებისათვის კანის თერმიულ დაზიანებას. მოგეხსენებათ, რომ კანის დამწრობის ნაწიბურზე 90%-ში ჩნდება კანის ავთვისებიანი სიმსივნე, თხელუჯედოვანი კარცინომა, რომელიც ცნობილი არის თავისი ავთვისებიანი მიმდინარეობით და გამოსავალიც მეტნაკლებად არასახარბიელო არის. ასევე არის ტრაუმული დაზიანებები, ქრონიკული წყულები, დიდხანს არსებული მაგალითად ესეთ ანთებადი მოვლენა სასწრების მიდამოში, აი პერბზე თითებშუა განვითარებული სხვადასხვა ინფექციური დაავადებები, რომლებიც ქრონიკულად მიმდინარეობს, არ ხორცდებიან, აქვთ არასასიამოვნო სუნის გამონადენი და ნაკლებად ემორჩილებიან მკურნალობას, აუცილებლად უნდა ჩართული იქნენ როგორც კიბოსწინარი დაავადება და ჩადარებული უნდა იქნეს სამედიცინო ჩარევა მათი ლიკვიდაციის შესახებ. გაითვალისწინებთ, ალბათ მაყურებელი ყავს, გისმენთ პირდაპირ ეთერში. ალო. დიახ. გამარჯობა. გამარჯობა. ესეთი შეკითხვა მაქვს. წყალს ვაჟი 30 წლის არის და თავზე აქვს მოწითალო ფერის ხალი. ამოწეულია კანი და საკმაოდ და ეს ახლა თმები რომ გაცივდა გამოჩნდა ამ დროს თორე ალბათ დაბადებიდან მექონდა და უკვირდები ზრდით არისდება, მაგრამ ფერი რატომღაც თითქოს სისხლძარღვების თუ კაპილარების ფერიც არის.
ანუ იმაზე და მაინტერესებს როგორ მოვიქცეთ. ექიმთან არ მიდის ყოველდღე ხვეწები. გასაგები 30 წლის ბიჭი ისე არ უნდა ეშინოდეს უკვე ექიმისთან, ნამდვილად უნდა მიდიოდეს, როდესაც რაღაცა პრობლემა აქვს, თუმცა ექიმი რას ეგვეტყვის. სავარაუდოდ საქმე გვაქვს ჰემანგიომასთან, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არის. დაუკვირდნენ მაინც თუ ზომაში მატულობს, ნუ შეშინდება და მიაკითხოს უკვე კანისა და ბილიქსოვილების ქირურგს მიკროქირურგიაში. მაგრამ ესე უყურადღებოდ დატოვება ალბათ არ შეიძლება და 30 წლის მამაკაცია, რამოდენად გზაა გასავლელი და რატო უნდა დაიყოს რისკის ქვეშ. გეთანხმებით. რა პროგნოზს სვავთ თქვენ თვითონ, აი რა პროგნოზი გაქვთ თქვათ სამომავლოდ, როდესაც ვსაუბრობთ კანის კიბოზე და კანის დაავადებებზე საერთოდ? რა პროგნოზია? აი თუნდაც ახლა ეს პირველი ნაბიჯი გაკეთდა, ეს კამპანიაში საქართველოს იღებს მონაწილეობას. პროგნოზი სამომავლოდ დაახლოებით მაინც ვიცით? ევრომელანომის კამპანიისგან თუ ეს წლიდან წლამდე დაინერგება ტრადიციად, ველით იმას, რომ მოიმატებს ადრეულ სტადიაზე კანის კიბოს გამოვლენათა რიცხვი და შესაბამისად მკურნალობა ჩატარდება დროულად და ნაკლები გართულებების გარეშე. ეს არის ჩვენი პირველი მიზანი ამ ევრომელანომის. და რასთავარია ინფორმაცია მოსახლეობისთვის. და საერთოდ რაც ადრე იქნება გამოვლენილი რაც ადრე იქნება დასმული დიაგნოზი, რაც ადრე იქნება ჩატარებული მკურნალობა, შედეგი კარგი იქნება და გაჯამთელების პროცენტით ძალიან მაღალი იქნება. აი ეს მიზანი არის ამ კამპანიისა, რომელიც ამჟამად ტარდება საქართველოში. და რას თქვენ თვითონ ამ კამპანიისგან მოვლით ამას, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენ ყველაზე მთავარი რომ მაყურებელმა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იცოდეს და მიეწოდოს და გამოიჩინოს აუცილებლად აქტიურობა და თვითონ მიმართონ ყველა ამ ცენტრს და გამოიყენონ ცხელი ხაზი. ჩვენ მაყურებელი გვყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობა, შეკითხვა გვაქვს ესეთი. 10 წლის ასაკში აიო. გისმენთ? 10 წლის ასაკში ბავშვმა მიიღო დამწვრობა სახეზე. დიახ. შემდეგ? და დღესდღეობით არის ბავშვი 14 წლის, მაგრამ სახეზე ალაგებული იყო ყველაფერი. ეხლა კი გაუჩნდა თეთრი ლაქები, რომელიც კანზე არ ისინჯება, უბრალოდ მხოლოდ ჩანს. და საშიშია თუ არა მაინტერესებს. რამდენი წლის არის ახლა ბავშვი? 14 წლის. 14-ის. მადლობთ. ქალბატონო, თუ ნაწიბური არ არის განვითარებული და დამწვრობის შედეგად ალაგდა ყველაფერი, ამ შემთხვევაში უკვე საშიშროება იმისა, რომ ამ მიდამოზე განვითარდეს კანის კიბო, ძალიან მცირე პროცენტს შეადგენს, მაგრამ რადგანაც თქვენ აღნიშნავთ, რომ კანი განიცდის დეპიგმენტაციას და იქ თეთრი ლაქები წარმოიქმნა, საჭირო აუცილებლად მიმართოთ ექიმ დერმატოლოგს ან ექიმ ონკოდერმატოლოგს. და რას ვიტყვით ჭორფლებზე? ეს მხოლოდ უწყინარი, ლამაზი ესეთი ლაქებია თუ შეიძლება მასაც მომკურნალოთ? ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრ ადამიანს უნდა მისგან განთავისუფლება და რას აღარ მიმართავენ, რა ხერხს აღარ ცდილობენ, რომ თვითონ ეს თვითნებურად აილაგნონ სახიდან. აბსოლუტურად კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არის მოყავისფრო ლაქათა შორის, განსაკუთრებით დამახასიათებელია წითური ადამიანებისთვის, განსაკუთრებით თეთრი კანის მქონე პირებისთვის. მზის გამოსხივება რასაკვირველია, მის რაოდენობას ზრდის, ზაფხულში განსაკუთრებით ემატებათ ხოლმე. ეს უკვე გამოვნების საკითხია, ზოგს პირიქით მოსწონს და გარკვეულ სტილსაც წარმოადგენს, ზოგი კი ინტენსიურად ებრძვის. დეპიგმენტაციური სხვადასხვა საშუალებები არსებობს, როგორც წასასმელი საშუალებები, ასევე დერმატოკოსმეტიკურ სფეროში არსებული ღონისძიებები, რომლითაც მეტნაკლებად შეიძლება დაიძლიოს ეს ბრჭყალებში ვიტყოდი ნაკს, იმიტომ რომ ზოგისთვის ეს ნაკს არც წარმოადგენს. გასაგებია. მაყურებელი ყავს პირდაპირ ეთერში, გისმენთ? ალო, გამარჯობა. გამარჯობა. ვარ 37 წლის და კანზე მომემატა ძალიან წითელი ხალები. ეს ერთი წელია რაც შევნიშნე, რომ უფრო მატებისკენ რა შეიძლება? მადლობთ. როგორც პაციენტი ლაბორატორს მოემატა წითელი წერტილოვანი ხალებია თუ გათიშულია. წერტილოვანი ხალები ეს დაკავშირებული არის უჭნაწლავის ქრონიკულ ანთებასთან, განსაკუთრებით ხოლეცისტიტის მდგომარეობასთან, ღვიძლის მდგომარეობასთან და ენტეროკოლიტთან.
ასე იგი ამ ჭარბწონას და კვებას აქვს საერთოდ რამე საერთო აი არანაირი დიდი კავშირი არა აქვს. დიდი კავშირი არა აქვს, მაგრამ ესე მაინც საერთოდ. ნუ ჯანსაღი კვება და წესი საერთოდ რო კარგია, ხო, გასაგებია. მაყურებელი გისმენთ? ალო. გისმენთ? ეთერში ხართ? ალო, დავსვა შეკითხვა? დასვით ქალბატონო, გისმენთ? ალო, მოგესალმებით? გამარჯობა. თუ შეიძლება მითხრათ, კუჭის არეში მაქვს 6-7 ისა ხალები მოძრავი ყავისფერი. ეს რას უნდა მივაწეროთ? ეს მელანომაა თუ როგორ ამიხსნით? მოძრავს რას გულისხმობთ? მოძრავი ხალები. ალო. ალო, სამწუხაროდ გაითიშა. მოძრავი ხალი ალბათ მუცლის არეში, სავარაუდოდ ტუჩსეო ხო? ჭიპის არეში. კუჭის არე იგულისხმება, ნუ მუცლის არეში. სავარაუდოდ იქნება პაპილომები, ოღონდ პიგმენტური ხასიათის პაპილომები იქნება. მოძრავს გულისხმობს ალბათ ფეხსემდგომი არის და ჩვენ გვქონდა ზარი კიდევაც ამის შესახებ ბავშვთან იყო, კანის ნორმალური ფერის ფეხსემდგომები იყო და აქ ქალბატონი საუბრობს მოყავისფროს ალბათ პიგმენტური კანის პაპილომები იქნება. პიგმენტური პაპილომები. და ეს არ არის საშიში, არ ებრძოლოს არანაირად, თუ მაინც მივიდეს. რა თქმა უნდა, ყურადღების მიქცევა სჭირდება, აუცილებლად უნდა დერმატოლოგს მიაკითხოს. მაინც მიაკითხოს დერმატოლოგს და ჩვენი გადაცემის ბოლოს მე მინდა ჩვენი ინტერაქტივით ვნახოთ, იცით თუ არა, როგორ გაირუჯოთ უსაფრთხოდ. 52% ამბობს, რომ იცის. კიდევ ერთხელ ვთქვათ, ბატონო და ქალბატონო, როგორ უნდა გაირუჯოს, ესე იგი საათები უსაფრთხო რას გულისხმობს? სხვადასხვა ლიტერატურაში ცოტა მონაცვლეობს ეს მონაცემები. ბატონო რაიბულმა მახსნა 12 საათიდან, ზოგიერთ მონაცემებში უკვე 11-ისკენ ჩამოიწერა. შეიძლება ეს ზოგადად ეკოლოგიური პროცესების და შედეგად გააჩნია კიდე ქვეყანას და რაც უფრო სამხრეთულია კურორტი, ალბათ მით უფრო ადრეულ საათებში უნდა გავიდეს პლაჟზე, თუნდაც მთაში თუ მიდის, იქაც გარკვეული რისკი არის, რასაკვირველია. მზით დამწრობის მიღების. ანუ გარკვეული შუალედი უნდა იყოს აღებული სავარაუდოდ 11-დან 12 საათის ფარგლებში ეს დილად და მთელი შუადღის განმავლობაში უკვე 5 საათის შემდეგ სავარაუდოდ შესაძლებელია რომ დაუბრუნდეს კვლავ მზის აბაზანას. ნელ-ნელა უნდა მოხდეს გარუჯვა, ნელ-ნელა უნდა მიაჩვიონ კანი მზეს, როდესაც ჩავდივართ ზღვაზე პირველივე დღეს თუნდაც კარგია მინდია და ვიცით რომ მეორე დღეს ცუდია მინდა იქნება. 22 საათზე არ უნდა. ხო, და 22 საათზე არ უნდა გაწვდომო. სხვადასხვა მელანომასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, რომ მზის სხივის კუმულაციას არ აქვს იმდენად მნიშვნელობა მელანომის განვითარებაში, უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს აი ინტენსიური გამოსხივების შედეგად გაჩენილ ლაქას. და სწორედ ამიტომაც არის ხოლმე, რომ μელანომა უფრო ღია ადგილებში კი არა, არამედ დახოლ ადგილებშიც კი შეიძლება გაჩნდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებელი თქვენს რჩევებს გაითვალისწინებს და იქნებიან ჯანმრთელები, თავს გაუფრთხილდებიან. შეგახსენებთ, ჩვენ სტუდიაში გვყავდა პროფესორი რაიბულ თოდუა და მედიცინის დოქტორი მაია დათუაშვილი. დღეს ჩვენი გადაცემა ამით დასრულებულია. ხვალ დილით 11 საათზე და 30 წუთზე კვლავ დავიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.